საერთაშორისო ექსპერტების მიერ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგების საჯარო პრეზენტაცია დღეს გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები. ხათუნა გოგალაძის თქმით, ექსპერტებმა უკვე შეისწავლეს დოკუმენტის თეორიული ნაწილი, ამასთან ისინი 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც მოინახულეს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ადგილი, შეხვდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოსახლეობას. მათ ქართულ სპეციალისტებთან ერთად ადგილზე დეტალურად შეისწავლეს საკითხი და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს. დღევანდელი შეხვედრის მიზანი სწორედ გახლავთ ამ შედეგების წარმოდგენა და მათი რეკომენდაციების, თუ რა რისკებთან შეიძლება ჰქონდეს საქმე, რა პლუსები და მინუსები შეიძლება ჰქონდეს ამ პროექტს. ამიტომ აქედან გამომდინარე, ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ექსპერტიზა, ვთქვათ, პროექტის და ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფრის მოსმენა დღეს.